აღნიშნული კოლეგებო, მოგესალმებით. თქვენ დროს დავზოგავ ნამდვილად და ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში გავიაროთ. ეს ჩემი აზრით ძალიან აქტუალური, მუდმივად აქტუალური საკითხი მიანობაში და მოგეხსენებათ, რომ პრობლემა თავად ორსულობის შენარჩუნების განსაკუთრებით მწვავედ დგას, იდგა ყოველთვის და დღესაც დგას. აქ არის წარმოდგენილი ის მონაცემები, რომლებიც არის ოფიციალური მონაცემები, რა თქმა უნდა, საქართველოს მონაცემები თქვენ არ გვაქვს რეალურად, მაგრამ აი ზოგადად რო წარმოდგენა გქონდეს, აი სპონტანური აბორტი და ჩვეული, ანუ რეკურენტული აბორტი, ეს გარკვეულ პროცენტებით აქ არის წარმოდგენილი. ეს რა თქმა უნდა, თუ არის ქრომოსომულად და სტრუქტურულად სპონტანური და ჩვეული აბორტი მოგეხსენებათ არის ჰეტეროგენული პათოლოგია. 2/3 შემთხვევაში მიზეზი შეიძლება დადგინდეს და ეს მიზეზები თქვენთვის კარგად არის ცნობილი. 1/3 შემთხვევაში არის იდიოპათიური. პრინციპში ეს ითვლება რომ არის იდიოპათიური, თუმცა მას რა თქმა უნდა თავის მიზეზი გააჩნია, რომ დღესდღეობით არ არის ეს მიზეზი დადგენილი. რაც საინტერესო არის ეს ფრაზა, მე არ ვიცი თქვენში რა ასოციაციას იწვევს, მაგრამ მე ძალიან სხვანაირად შევხედე. ინტენსიური მოვლის პირობებში. ფრაზეოლოგია არ არის ეს წიგნში როგორც წერია. იმის არ იყოს, ეს არ იყოს ყველაფერს მიზამო, რა იყოს ყველაფერი ბოლომდე დაუდგენელი დარჩა. ისე არის ეს ინტენსიური მოვლა რა არის, ну, ამ შემთხვევაში ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რომ ხალხს აქვს თქვა რეკურენტული და სპონტანური აბორტი მოდე, აი როგორ უნდა მოუარო ინტენსიურად, რომ ის 1/3 პოპულაციის, ასეთი პოპულაციის 2/3 შემთხვევაში პრობლემა რო დაიძიოს. Ну, მე ამაზე მაქვს ჩემი აზრი, თუმცა დღეს ამაზე საუბარს არ ვაპირებ. ეს ცალკე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გახლავთ. ყოველთვის როცა საუბარია პათოლოგიაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვავიწყდება რისკ ფაქტორებზე 2 სიტყვა რომ ვთქვათ. ეს არის ქალის ასაკი, ანამნეზში აბორტები, თამბაქოს მოხმარება და იატროგენია. კოკაინი, ალკოჰოლი, კოფეინი, ჭარბი რაოდენობით. Ну, მუდმივად არის ახლა ლაპარაკი კოფეინზე, ახლა ბოლოს იყო კიდე მონაცემები, რომ მართლაც რაღაცას აფუჭებს, თუმცა ჭარბი რაოდენობით ისევ და ისევ ცოტა აი ამის დაზუსტება ყოველთვის არ ხერხდება და არ ხდება. ენდოკრინული მიზეზები 8-დან 12%-ში არის აწერილი, ეს არის პროგესტერონის ნაკლებობა, ესტროგენის ნაკლებობა, რომელიც ეს მე ჩავსვი სპეციალურად. ჩავსვი იმიტომ, რომ უბრალოდ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს ხანმოკლე მახსოვრობა, ეს არ ვარგა. გარკვეულ შემთხვევებში ალბათ ხდება ესეთი რამ, რომ მას დადებითი ეფექტი აქვს. ყოველ შემთხვევაში მედიცინაში, იმიტომაც ისწავლება ზოგადად მედიცინის ისტორია, იმიტომ ისწავლება, თუნდაც არსებობს, აი თქვენ წარმოიდგინეთ ოპერაციების მეთოდები, აი როგორ ვითარდებოდა თქვა საშუალოსნოს ამოკვეთა. მე ნანახი მაქვს ეს ძველი წიგნი, ფანტასტიკური რამ არის, ესე იგი, იქ შეიძლება ისეთი ვარიანტი ამოიკითხო ოპერაციის, რომელიც წიგნში არ წერია ეხლა, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება რაღაცა აზზე მოგიყვანოს და გზაზე დაგაყენოს. ესტროგენით მკურნალობა იყო გარკვეულ პერიოდში ძალიან, ასე ვთქვათ, წარმატებული. ეს იყო 60 წლებამდე და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ მას იყენებდნენ როგორც უშვილობის დროს, კურნალობის სახის, ასევე იყენებდნენ შენარჩუნების დროს, ორსულობის შენარჩუნების დროს. ეხლა თითქოს ესტროგენი საერთოდ ჩამოვიდა სცენიდან და ამას თავისი ლოგიკა აბსოლუტურად არ გააჩნია. თუ არსებობს პროგესტერონის ნაკლებობა და ამ პროექტში, სადაც ქვია ორსულობა, ესტროგენი ძალიან მნიშვნელოვანია მოგეხსენებათ, არ შეიძლება ეხლა ის რაღაცის გამო ამოიღო. დღეს საერთოდ არის ესეთი რაღაცა მტერი არსებობს, ქალს აქვს თურმე ბევრი ესტროგენი. ეს დაახლოებით იგივე რომ ნებისმიერ მილიარდერს რო კითხო, ფული ბევრი გაქვს, კითხოს არა, არ მაქვს ბევრი ფული. ბევრი ფული არ არსებობს უბრალოდ. არსებობს საკმარისი ფული.
და არსებობს ამ ფულის უკმარისობა. ხა არ შეიძლებოდა ამ ესტროგენის ასეთი ჩაწიხვა, მაგრამ ისტორიას შეგახსენებთ, ეს იყო, როდესაც ორსულობის დროს ესტროგენის ხანძლივი მაღალ დოზებში გამოყენების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გოგონები დაიბადნენ, რომელთაც ჰქონდათ ვულვის კიბო. და ამიტომ, ასე ვთქვათ, ესტროგენი გახდა ცუდი და მაღალი. ესტროგენზე კარგი პროდუქტი, გარედან მიცემული არ ვარ, შიგნით რო გამომუშავდება, ის არის ქალი და ამიტომ ცოტა უნდა განვასხვაოთ. ხო და ამის შემდეგ გახდა ესეთი პატარა მოდელი შემოვიდა. ესტროგენი თუ არის ცუდი, პროგესტერონი აპრიორი კარგია. არ არის ეგრე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ აი თუ წავიკითხავთ თქვენ ბენეფიტები რა აქვს ორალურ კონტრაცეფციას და მე წავიკითხავთ რა მომენტობა შეიძლება გქონდეს ჩანაცვლებით თერაპიას, აღმოჩნდა რომ თუ ეს რო ბენეფიტია, თქვა სიკეთეს აკეთებს იგივე პრეპარატი 45 წლის მერე კლავს თუ. ესეც საინტერესო საკითხია, მართლა ასეა თუ არა. რაც შეეხება სხვა ესეც არის ამოღებული ლიტერატურა, ეს ოფიციალური მონაცემებია მაღალი TSH-ში. ასე ითვლება, რომ ეს ერთ-ერთი მიზეზია ენდოკრინული მიზეზთაგან. მაღალი პროლაქტინი და გარკვეული გლიკემიური პროფილი. ეხლა ყვითელი სხეულის ანუ პროგესტერონის უკმარისობა ერთ-ერთი გამორჩეულია და ამით იწყება საერთოდ ლაპარაკი ენდოკრინულ მიზეზებზე. ეს არის იმპლანტაციის არასულფასოვნების ესეთი განმაპირობებელი ფაქტორი, დიაგნოსტიკა არის ენდომეტრიუმის ბიოპსია და პროგესტერონის დონის განსაზღვრა სისხლში შუა ლუთიალურ ფაზაში. როგორც ბატონმა ბესარიონმა მოგახსენათ, ზოგადად ჰორმონის და რეცეპტორის ურთიერთქმედება, ურთიერთობა და მაგიდან მიღებული შედეგი ძალიან მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სწორედ რეცეპტორის სენსიტიურობაზე. ანუ რამდენად აი ის ჩაყურსულია თუ ამოყურსულია, ის ფუნქციონირებს თუ არ ფუნქციონირებს, ყურში აქვს თითები გაკეთებული უჯრედების და ზოგადად ორგანის და არისმის ჰორმონების ენა, ეს არის სწორედ აი სენსიტიურობის სიმცირე არის სწორედ ერთ-ერთი მიზეზი. თუმცა დიაგნოსტიკა კლინიკურ პრაქტიკაში უშუალოდ აი ასეთი დიაგნოზი, ეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალბათ ასია, თორე ისე რა თქმა უნდა, აი ეს არანაირი ანალიზით და არანაირი, ვთქვათ, მით უმეტეს თქვათ სხიური დიაგნოსტიკით და ამ შემდეგ არ ხდება. ყვითელი სხეულის ეს ფრაზა მოვიწერე, ძალიან კარგი წიგნია, მანუალი, ესეთი ენდოკრინოლოგიასა და მეტაბოლიზმში. ეს არის ნორმან ლავინის წიგნი, ისტორიული გამოცემაა, რომ ყვითელი სხეულის, ანუ პროგესტერონის უკმარისობა, ეს კაცი წერს ძალიან კარგად, არის პირველადად ესტროგენული უკმარისობა, ანუ მისი შედეგი. მოგეხსენებათ, როგორც ხდება ახლა ესტრადიული პოლიკულის ზრდას მნიშვნელოვნად განაპირობებს, რა თქმა უნდა, არა მარტო ის, მაგრამ ის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირია, მერე ხდება ოვულაცია, თუ არის კარგი პოლიკული, კარგად ხდება ოვულაცია და შემდეგ მიიღება კარგი ყვითელი სხეული, ანუ მერე პროგესტერონის კარგად გამომუშავება. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ აი ამ გადაღებული და ძალიან ხშირი ყვითელი სხეულის უკმარისობის უკან ძალიან ხშირად და პრაქტიკულად ყოველთვის დგას ესტროგენის უკმარისობა. ეხლა თავად პროგესტერონის ესტრადიოლის რეალური გავლენის შეფასება ორსულობის განვითარებაზე. სისხლში განსაზღვრა ხდება. მე ვთვლი, რომ ჩვეულებრივ ვარიანტში, როდესაც თავისით ორსულდება ქალი, ამას არანაირი ღირებულება არ აქვს და არც არის ამაზე დადებული, ასე ვთქვათ, ფსონი, თუმცა ხელოვნური განაყოფიერების შემთხვევაში ეს კრიტერიუმად ითვლება. ყვითელი სხეულის ულტრაბეერთი გამოსახვა ამბებს არაფერს არ ნიშნავს ხშირად და არ არის მყარი კრიტერიუმი, თუმცა გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, ინფორმაცია არსებობს, რექტალური ტემპერატურის გაზომა მოგეხსენებათ, რაც არის და ესეც ძალიან თავისებური და არ გამოირჩევა დიდი ინფორმატიულობით და მასზე დაკნობა ძალიან რთულია. მე პირადად ძალიან მომწონს და ბავშვობიდან თუ შეიძლება ასე ითქვას, მე როგორც ექიმი დავიბადე ჩაჩავას ინსტიტუტში, იქვე იყო ჟორდანიას ინსტიტუტი, აი კაბატონი ბარბარე არის ახლა ვიცი რომ ხარს დამიჯერს, ჩვენს ინსტიტუტებში მუდმივად კეთდება, დღესაც კეთდება კოლპოციტოლოგია, როგორც ერთ-ერთი პანორამული წარმოდგენა, აი პანორამული ზოგადი შეფასება, როგორ რეაგირებენ უჯრედები, თავიანთი მომწიფება, როგორ ხდება, აი ბატონმა ბესარიონმა თქვა, ერთ-ერთი გამოვლინება არის
სწორედ უჯრედების მომწიფების რეგულირება, როგორ მწიფდება ზოგადად ჩვეულებრივ ნატიურ ციკლში, როგორ ხდება ამ უჯრედებზე ზემოქმედებით, შემდეგ როგორ ყალიბდება თუ მენსტრუაცია და თუ მენსტრუალური ფუნქცია ამ შემთხვევაში და მენსტრუაცია და თუ ოვულაცია და ეს ჩემი აზრით არის ერთ-ერთი ძალიან კარგი, მაგრამ რა თქმა უნდა არა აბსოლუტურად იდეალური შეფასების საშუალება. ეხლა კითხულობდი ამასთან დაკავშირებულ ლიტერატურას და ყოველთვის იყო ერთ-ერთი რასაც ვეძებდი იყო ის რომ მანდამაის დიდი ენთუზიაზმით არ გამოირჩევიან პაციენტები, ცხადი ეხლა კალიდო დაფინანსდება, იმას ეხლა შენ რომ ყოველ კვირაში შესთავაზო კრესლოზე აიყვანო და ვაგინალურად აუღოს თქვა ანალიზი, მანდამაის გასახარებელი არ არის. მე ნიდაიბოკ რამე თუ მოვიდა, შეიძლება დააბრალო, უჩხიკინებდი ესო ხელი ექიმიო და დავუღუპა და მოკლედ. ვეძებდით ალტერნატიულ ვარიანტს. აღმოჩნდა რომ თურმე არსებობს ეგეთი ლოყიდან აღება, არსებობს რძილიდან აღება და ჩავატარეთ ესეთი კვლევა 100 ქალზე და მივიღეთ ძალიან კარგი პარალელური შედეგები. ცოტა უდნავ განსხვავებული არის იქ ციფრობრივი ნორმები, განსხვავებულია ის რომ თქვათ იქ დოდერლეინის ციტოლიზ და დოდერლეინის ჩხირები ზოგადად პირის ღრუში არ არის და ეს არის სხვაობა და ძირითადი პოპულაციები ყველაფერი ის ანუ ლოყის ლორწოვანი თქვენ წარმოვიდგინეთ ისევე როგორც თქვათ ნებისმიერი ლორწოვანი ეს იქნება შარდის ბუშტის თვალის სწორი ნაწლავის ეს ლორწოვანები ასევე რეაგირებენ ამ ჰორმონებზე და იძლევიან მსგავს ციტოლოგიურ სურათს. ესე იგი ბრაშით ხდება ლოყის ლორწოვანი და აღება, ეს არის პაპ ტესტის ბრაში შემიძლია გამოიყენოთ, ფიზიოლოგიურ ხსნარში თავსდება და ცენტრიფუგირდება 5 წუთი, ნალექის სუპერნატანტი ქვია მას, ნალექის გადატანა ხდება სასაგნე მინაზე და გაშრობა და შეერება მარტივი მეთოდი არის მეთილენის ლურჯით. უჯრედული პოპულაციები, ეს არის ზედაპირული შრომდებარე პარაბაზალური, ბაზალური და ნავიკული უჯრედები, მათი დათვა, დაჯგუფება, გადაკეთების ინდექსების დაანგარიშება, ციტოლიზის დადგენა, ციტოლოგიური დიაგნოზის გამოტანა. აი ეს ნაცხი არის ჯერთი კომპლეინსი, ანუ თვითონ პაციენტი კარგად მოდის ამაზე, დაყვება, არეზარება, არეშინია. ნაცხი არის სუფთა, აი რომ შეადაროთ ეს ორი ნაცხი. ნეიტროფილი ლეიკოციტები და მიკრობებით არის სავსე. აი ლორიდან აღებული, რა თქმა უნდა, პირის ზღუდშიც არის, პრობლემა ასეთი რაოდენობით არ არის. ლორწო იქაც არის, აქაც არის, ხდება ამ ლორწოს მოცილება, მიკრობების ყველაფრის გარიცხვა და ესეთი სუფთა ძალიან კარგად გასარჩევი სურათი მიიღება. აქ არის წარმოდგენილი სხვადასხვა ვარიანტები. აი მაგალითად, ერთ-ერთი რომელიც აი ჭარბი პროგესტერონის ეფექტი. რა არის ჭარბი პროგესტერონის ეფექტი? დაუნიშნავ იმას, რა ქვია, ზეპირად როგორც ხდება დროჟესტანია თუ რა აქვს მნიშვნელობა და ძალიან ხშირად თუ არა ხშირად არ ვიცი ამის სტატისტიკა მე არ მაქვს მაგრამ ერთ-ერთი სადოქტორო დისერტაციის გეგმას როცა ვაკეთებდი უბრალოდ ეს დისერტაცია არ გაკეთდა თვითონ ექიმი გახდა ასე ვთქვათ შეუძლო და მიატოვა ერთ-ერთი რის ფაქტორი იყო პროგესტერონების არარაციონალური და არამიზნობრივი გამოყენება როგორც რის ფაქტორი ორსულობის შეწყვეტის. იყო ამაზე ეჭვი და გვაინტერესებდა მართლა ასეთი ვარიანტი იყო თუ არა. უთხაში რომ მოდის ქალი ხელმოწარულია და ეკითხები რა წამალს იღებდი, 99%-ში ყველა იღებს ზეპირად პროგესტერონს. ყველა. ვის გამომართლებს, ვის არ გამომართლებს, საერთოდ დადებითის და უარყოფითის შეფასება ყოველთვის ხდება, უნდა აუცილებლად დათვალო უარყოფითი. და ამ უარყოფითის დათვლის შედეგად ხდება გარკვეული ანალიზის გაკეთება და ერთ-ერთი ვარიანტი, შესაძლო ვარიანტი არის, რომ გარკვეულ პოპულაციას გააჩნია ესეთი ციტოლოგიური სურათი, ჭარბი პროგესტერონი. აქ უბრალოდ გამოხატული არის შუამდებარეში უჯრედები ჭარბი რაოდენობით, კარგად გამოხატული დაჯგუფების და გადაკეთვის ინდექსებით ეს ნორმალური სურათი არის. ყვითელი სხეულის ნაკლოვარება ორსულობის პირველ ტრიმესტრში. აი როგორი სურათია. პირდაპირ აი როიტყვიან გაღარიბებულია ნაცხი, ხო? ჭარბი რაოდენობის ზედაპირული შლის უჯრედები დაჯგუფების და გადაკეთების ინდექსებით სუდათ არის გამოხატული. ორსულობის მეორე ტრიმესტრი, აქაც, არ მინდა დიდხანს გავაგრძელოს, უბრალოდ აი ძალიან კარგად გარეცხილი სუფთა ნაცხები არის, სადაც ციტოლოგს გამოცდილ ციტოლოგს შეუძლია გზაზე დააყენოს კლინიცისტი.
ეხლა ესტროგენის დეფიციტი, ანუ ჭარბი პროგესტერონი გინდა იყოს, ჭარბი პროგესტერონი გინდა იყოს ესტროგენის დეფიციტი. კლინიკური ნიშნები ეს არსად რეალურად ესე არ წერია, ეს არის ჩემი გამოცდილება და საერთოდ ეს მოხსენება არის პირადი გამოცდილების საფუძველზე შექმნილი. კლინიკური ნიშნები არის სისხლიანი გამონადენი ტკივილის გარეშე. ტკივილი მეორადად შეიძლება იყოს ჰემატომის განდევნის მომენტებში. ულტრაბგერითი ნიშნები არა ყოველთვის, მაგრამ არის ხშირად ფოლიკულური ან ყვითელი სხეულის კისტა. სულ არის ამაზე ლაპარაკი, რომ აი ფოლიკულური კისტა თუ არის, ხო? ესე იგი ამას ბევრი აქვს ესტროგენი, ესეთი ვარიანტი არაერთხელ გამიგია, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ფოლიკულა რომ არ სკდება, ის პერსისტირდება და მერე შეიძლება იმიტომ არ სკდება, რომ უბრალოდ ესტროგენიზაციის ხარისხი არ არის სათანადო და არ ხდება ის, რაც უნდა მოხდეს. და შეწყვეტის და არაპროგრესირების ან არაპროგრესირების სურათია ულტრაბგერით. პროგესტერონის დეფიციტი საწინააღმდეგოდ არის კლინიკური ნიშანი ძირითადად ტკივილი, მოგვიანებით ქორიობის აცლა თუ ხდება სისხლიანი გამონადენი. ულტრაბგერითი ნიშნები ყვითელი სხეულის ზომებზე, ჩავწერეთ მაინც, რომ შემცირდება ან არ არის და მოგვიანებით ქორიობის აცლის უბანით შეიძლება ინახოს. შეიძლება თქო, ეს 100%-იანი არ არის. პროგესტერონის ეფექტურობა როგორ წერია? წიგნში წერია ძალიან გარკვეული. ჩვეული აბორტის პრევენციაში არ არის დადასტურებული. ეს აი როგორი მონაცემებია 2013-2015 წელი. კოხრანის მონაცემები ისე როგორც კურნალობაში არ არის დადასტურებული პროგესტერონის ეფექტურობა. ესეც წერია. ეხლა ნაადრევ ესეც წერია იგივე ჩვენ პროტოკოლში ნაადრევი შეღერობის პრევენცია მაღალი რისკის ასიმპტომურ პაციენტებში 16-დან 35 კვირამდე მითითებულია კონკრეტული დოზები. ეხლა მე სიმართლე გითხრა, მაქვს თქვათ ესეთი არ ვიცი, თავხედობა მე მგონი არ არის, მაგრამ გარკვეული პრეტენზიები მაქვს ამასთან. აი ამ რაც მე ახლა მოგახსენეთ 2 სლაიდზე. პროგესტერონის გამოყენება ხდება ემპირიულად, დოზა არ კონტროლდება ეფექტურობის თვალსაზრისით და შეფასება ხდება, ანუ გეუბნება ეფექტურია თუ არ არის ეფექტური, მხოლოდ მშობიარობის რიცხვის თუ რიცხვი მოიმატა, თუ კალებმა მეტმა იმ მშობიარეს, ანუ მივიდნენ მშობიარობამდე, რასაც ქვია, ესე იგი არის ეფექტური წამალი, ან არ არის ეფექტური, ესა კრიტერიუმი. ეხლა ჩვენ არ ვართ მართალია ენდოკრინოლოგები, მაგრამ ასე თუ ისე რაღაცა გვესმის, ხო? აბა მითხარით თქვენ, იგივე არსებობს ჰიპოთირეოზი, არსებობს ჰიპერთირეოზი, არსებობს დიაბეტი და ასე შემდეგ, ხო ვიცით ეს ყველაფერი. სად არის რომ რომელიმე ამ დაავადების პრევენცია ხდებოდეს, მაგალითად ინსულინით ხდება, შეიძლება მოხდეს დიაბეტის პრევენცია. ან თიროქსინით შეიძლება მოხდეს ჰიპოთირეოზის პრევენცია. რატომ უნდა მოხდეს აქ პრევენცია? თუ არ არის დარღვევა, თუ არ არის ნაკლებობა, თქვა პროგესტერონის, როგორ იქნება ის ეფექტური? არ იქნება. ეს ერთი შეუსაბამობა მე კურს მოხდა ის არ მომწონს ის ფორმულირება. ეხლა ჰორმონალური თერაპიის დროს აუცილებელია კლინიკური ლაბორატორიული მონიტორინგი. სად გინახავთ თქვენ ამ თიროქსინი, ყველაზე ცნობადი რაც არის, თიროქსინი და ინსულინი. სად ყოფილა ის, რომ თიროქსინის დოზა არის თქვათ 150 და всё. ან ინსულინის დოზა არის ამდენი და სად არის ეგრე? აქ რატო არის ეგრე? და თუ აქ ეს არის წესი, მაშინ ცხადი ასეთი წესით ჩვენ შედეგს რა თქმა უნდა ვერ მივიღებთ სათანადოს. ისევ პირადი გამოცდილებით გეუბნებით, რომ დღეს სადღაც 95% ჩემი ურსულების, ვისაც ჭირდება და დაესმება დიაგნოზი, ეს იქნება ესტროგენის უკმარისობა თუ პროგესტერონის თუ ორივეს გამოვიყენებთ, ეგრეთ შეიძლება და ამასაც მოგახსენებ. გუნას პრეპარატები მოქმედებს იდეალურად. ვაკონტროლებთ კლინიკურად, აი ეს ნიშნები ჩამოგითვალეთ, ვაკონტროლებთ კოლპოციტოლოგიით, ულტრაბგერით შესაბამისად უნდა პროგრესირებდეს და ამას ვაკონტროლებთ. ჩვენ არ გვაქვს ესეთი დოზა დაწერილი, რომ აი 17 ოპეკა გავუკეთე ამდენი კვირაში ერთხელ და დაამთავრე. არ არის ეგრე. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მე ვფიქრობ, რომ სწორია და მე თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს, თუმცა მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, უბრალოდ მე იყო თხოვნა და მოთხოვნა ბატონ თენგის ძალიან დიდ პატივცემ, რომ მე გამოსულიყავი ასეთი თანამედროვე კვლევის და
რანდომიზაციის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ამის გარეშე. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი ეფექტი აქვს, თვითონ პაციენტები, კლინიკური გაუმჯობესება, ქონდათ ტკივილი, ქონდათ აღარ აქვს. კოლპოციტოლოგიას გააკეთებ შვენიერია. აბა მეტი რა არის ახლა ექიმობა, თუ კლინიკურად კარგად არის, გამოსავალი კარგია და ანალიზი ვითაც ამოწმებ კარგია. ესე იგი მუშაობს. დაბალდოზიანი ჰორმონოთერაპია. როცა არის აუცილებლობა, როცა დგინდება დიაგნოზი კოლპოციტოლოგიით, მუშაობს და არის ეფექტური. ეხლა გააჩნია მას ამ ჩვენ ჰორმონებს, პატივცემულებს გააჩნიათ ენდოგენური ჰორმონის იდენტური მოქმედება, უკავშირდებიან სპეციფიურ რეცეპტორს, აუმჯობესებენ ან აღადგენენ შესაბამისი სპეციფიური რეცეპტორის გზნობელობას, სენსიტიურობას, ზღუდავენ ანტაგონისტი ჰორმონის სეკრეციას. დოზის შერჩევა, როგორც გითხარით, კლინიკური სურათის, ცვლილებების შეფასება, კოლპოციტოლოგიური მონაცემები, ულტრაგრეთი, მაგალითად, ჰემატომის გაქრობა ძირითადად მოსალოდნელია სადღაც 2 კვირის შემდეგ პირველ ტრიმესტრში. ხელოვნური განაყოფიერების პროტოკოლებში ესტროგენი ვიცი რომ ფიგურირებს, ახლა მე მაგ საქმეში არ ვერევი, მაგრამ აი თქვენი მოხსენება სწორედ ის იყო. კი ბატონო. შესაძლებელია ერთდროულად დაინიშნოს ორივე ჰორმონი. თუ არსებობს ესტროგენის დეფიციტის ანამნეზი, მაგალითად, ხონდა ეს ქალი საიდან მოვიდა, რა გზა გაიარა ორსულობამდე, რა რისკები ჰქონდა საერთოდ და რა იყო ამ უშვილობის თუ რა პრობლემების და იგივე შენარჩუნების პრობლემა, შინაარსობრივად რა იყო. თუ შენ ადგენ რომ მას ჰქონდა ანამნეზი ჰიპომენსტრუალური ტიპის დარღვევით, ანუ ესტროგენი სადაც რეალურად იყო აპრიორი შეიძლება თქვა რომ მცირე რაოდენობით, ესე ძალიან საინტერესო ის არის. მესამე დღის FSH-იო მაღალიო, ასე წერენ მიზეზებში. მაღალი FSH-ში ესტროგენის დეფიციტი არ არის და რატო არ წერია ესტროგენის დეფიციტი და რატო წერია ეს? საინტერესოა. ანუ თუ არსებობს აპრიორი ქალი, რომელსაც შვილი არ ყავს, იმიტომ რომ თუ ესტროგენი ჭირდება, თუ ის არ შეაღებს ხელოვნური განაყოფიერების კარებს, მას ესტროგენი კარგი აქვს. იმ კარების შეღების მერე შეიძლება ქონდეს ესტროგენის პრობლემა, ისე არა? ესე იგი არის ეს პრობლემა. ყველანაირად არსებობს. ან კიდევ ჩვენ ვადგეთ იგივე ციტოლოგიითაც აღგენენ კოლპოსკოპიას ვიცაკეთებს დამეთანხმებია რომ ხშირად ნახულობენ ასაკთა შემოსავალი ატროფიულ ცვლილებებს ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს როგორც ესტროგენის დეფიციტი, ისევე ყვითელი სხეულის დეფიციტი და ამას ერთად ვერ ნახავთ კოლპოციტოლოგიაში, ამ ორივეს ერთად ვერ ნახავთ. ეს უნდა გადაწყვიტო კლინიცისტმა. და ასეთ შემთხვევებში შეგვიძლია მის ორივე პრეპარატი და მონიტორირება ყოველ კვირაში, მერე რომ დასტაბილურდება 2 კვირაში, მერე 1 თვეში შეგვიძლია დოზა დაადგინო და ჩასვა გენერალად. არანაირი პრობლემა არ არის, კარგად მიდიან ძალიან, აი ორივე ჰორმონის გამოყენება. არა, ორსულობის შენარჩუნებას ვიცით, ხო. ესე იგი, ეს არის ჩემი მოკლე მოხსენება ამ გამოცდილებასთან დაკავშირებით. მე თავს უფლებას მივცემ გირჩიოთ, ბატონმა თენგიზმა დაიწყო უსაფრთხო მედიცინაზე საუბარი და პაციენტის უსაფრთხოება, მათ შორის ფარმაკოლოგიური უსაფრთხოება არის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობის საკითხი და პროფესიონალიზმის საკითხი და მუნდირის საკითხი უნდა გითხრათ და მხოლოდ ექიმი უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ მინიმალური ზარალი მიაყენოს და მიიღოს მაქსიმალური შედეგი. ფიქრობ, რომ ამ მიმართებაში გუნა ზოგადად და კონკრეტულად ეს მისი ჰორმონალური პრეპარატები არის 21 საუკუნის ძალიან დიდი მიღწევა 21 საუკუნეში და ეს კარგ ფურცლებს ჩასწერს ისტორიაში, მედიცინის ისტორიაში. დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებას.